დღეს მინდა ვისაუბრო ინდივიდუალური განსხვავებაზე უცხო ენების ათვისების სწავლის პროცესში. დღეს მინდა ვისაუბრო ზოგიერთი ხანდახან მევიდები რა ნიჭიერი ხარ ძალიან კარგად სწავლობთ ქართულ ენას სხვადასხვა ენების და ასე შემდეგ. ამ შეკითხვაზე მინდა გისპასუხოთ, რომ მე არ ვარ ნიჭიერი ერთი და მეორე მხრივ ყველა ხალხი, ყველა ადამიანს აქვს თავისი სწავლის მეთოდი და სწავლის ათვისების სიჩქარე. ამიტომ დღეს მინდა ვისაუბრო ინდივიდუალური განსხვავება უცხო ენების სწავლის პროცესზე და ასევე სიჩქარეზე. ჩვენ ყველა განსხვავებები ვართ, ხო? ამიტომ როდესაც ვისაუბრებთ უცხო ენას, ზოგიერთი შედარებით სწრაფად სწავლობენ, ზოგიერთი უფრო მეტი დრო პერიოდი დასჭირდება, მაგრამ რატომ ასე იქნება? რა განაპირობებს ამ განსხვავებას? ჩემი აზრით არსებობს 5, ძალიან ბევრია, მაგრამ ძალიან უხეშად რომ დავათვალოთ, ჩემი აზრით არის 5 ელემენტი. პირველი ელემენტი არის ერთი რა ქვია, გარემოს განსხვავება. მაგალითად, მე ახლა ვცხოვრობ საქართველოში, ხო? როდესაც დავუშვათ რომ ვისწავლო ქართულ ენას, ჩემი გარემო სადაც არის ყველა ლაპარაკობს ქართულად. რა თქმა უნდა, ჩემი ინპუტი იქნება ქართული, ხშირ შემთხვევაში და ესეთი სიტუაციაში ვარ, სადაც მე უნდა ვისაუბრო ქართულად. უნდა ვთქვა, გამოვიხატო ჩემი შეგვიძლიანება და ჩემი მოსაზრება ქართულად. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩემი ინპუტისა და აუტპუტის რაოდენობა განსხვავებულია იმ ხალხზე, იმ ადამიანზე, ვინც სწავლობს ქართულ ენას, მაგრამ არა საქართველოში, ხო? ეს ერთი ობიექტური განსხვავება და მეორე ელემენტი არის მშობლიური ენა. მაგალითად მე იაპონელი ვარ, ჩემი მშობლიური ენა არის იაპონური ენა. დავუშვათ რომ მე ვისაუბრობდე ჩინური ენა. ამბობენ რომ ჩინური ენისა და იაპონური ენის შორის არსებობს მსგავსება ვიდრე ჩინური ენისა და ქართული ენის შორის. ჯერ ერთი მაგალითად იეროგლიფები, ხო? და ფონეტიკად კიდე ძალიან განსხვავებებია, მაგრამ სიტყვები ჩინეთიდან შემოსული, იაპონიიდან შემოსული ჩინური ენაზე, ესეც ძალიან ბევრია ვიდრე ქართულიდან შემოსული ჩინური ენა. მე მგონი არ მახსენდება ახლა, მაგრამ მშობლიური ენა კი განსხვავებებია და მშობლიური ენის განსხვავება ქმნის უცხო ენის სწავლის კონკრეტული უცხო ენის სწავლის სიჩქარეს. ესპანურად თუ ლაპარაკობენ, მაშინ ლათინური ენათა ჯგუფის, ენათა ოჯახის ენების სწავლა, რა თქმა უნდა, ადვილი იქნება, მაგალითად ესპანური, იტალიური, ფრანგული და ასე შემდეგ, ხო? რუსული თუ იცია, მაშინ პოლონური, უკრაინული, ბელარუსული და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მსგავსი არიან. ესეც ერთი დიდი განსხვავება და დიდი ელემენტია, რომელიც განაპირობებს უცხო ენების სწავლის სიჩქარის განსხვავებას. და მესამე არის мотивация. ზოგიერთი, მაგალითად მე ვისწავლო ქართულ ენას ან სხვადასხვა ენას, იმიტომ რომ მე მაქვს დიდი ინტერესი შინაგანად. ენის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი მაქვს. და ძირითადად მიყვარს. ზოგიერთი ხალხის შემთხვევაში იზრდებიან არიან, რომ შეისწავლოს ამათემი ენა. მაგალითად ინგლისური, ხო? უცხო ენა არ უყვარს სწავლა. мотивация არ არის შინაგანიდან მოსული мотивация, ასე ვთქვათ, გარემოდან ჩამოსული мотивაციით სწავლობენ. მაგალითად, სამსახურში რომ ხართ და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან უნდა იმუშაოთ, მაშინ რა თქმა უნდა ინგლისური ენის ცოდნა საჭიროა და ასე შემდეგ. მაგ შემთხვევაში ჩემი мотивация პირადი და სხვა ესეთი ხალხის мотивациაც კი განსხვავებია. და ამ мотивацიის დონის განსხვავებაც ქმნის ასე ვთქვათ
ენის ათვისების სიჩქარის მოტივაცია, ხო? და მეოთხე დიდი მინიშნებიანი ელემენტი არის სწავლის მიდგომა ან სტილი. მაგალითად მე მიყვარს ვიზუალურად სწავლა, როდესაც მაგალითად მე მიყვარს კითხვა და წერა, ვიდრე მოსმენა და ლაპარაკი. მოსმენა და ლაპარაკიც მიყვარს, მაგრამ ზოგადად როდესაც ვისწავლობ უცხოენას ან ზოგადად რაღაც კონკრეტული საგანს, მაშინ ვკითხავ ძალიან ბევრს და მე ვწერ ძალიან ბევრს. და იმის მერე გადავიდი ვარ მოსმენაზე და ლაპარაკზე. მაგრამ ზოგიერთი ადამიანი, ესეთი ადამიანი ხალხი არის, ვინც მოსმენით ისწავლობენ და მე ეგრევე დაიწყებენ ლაპარაკს. მე მიკვირს როგორ არის, მაგრამ ჩვენ განსხვავებები ვართ და სწავლის მეთოდი, სწავლის მიდგომაც განსხვავებია. ზოგიერთი ვიზუალურად ისწავლობენ, ზოგიერთი ზეპირად ისწავლობენ, ზოგიერთი რაღაც გამოცდილების მეშვეობით ისწავლობენ. მიეხებიან ასე ვთქვათ კონკრეტულ ცოდნას გამოცდილებიდან. ამიტომ არ განსხვავებები ვართ რა. ეს განსხვავება სწავლის მიდგომის განსხვავება ქმნის უცხოენის ათვისების სიჩქარის განსხვავებას. ჩემი აზრით. მეხტე სხვადასხვა მეხტე კი არ არის, მაგრამ აქედან გამომდინარე ინდივიდუალური განსხვავება ხო არის. ზოგიერთ შემთხვევაში მეხტე ელემენტი უფრო ბიოლოგიურად არ ვიცი, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მე საბედნიეროდ არ მქონია ესეთი შემთხვევა, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს სჭირს, მაგრამ ნამდვილად სჭირს საკითხვა. ასე ვთქვათ დილგრესია და ასე შემდეგ, ხო? ზოგიერთ ხალხს სჭირს მოსმენა ბიოლოგიურად თუ ასე არის ასეთი განსხვავებაც და ქმნის ნამდვილად ამ ასე ვთქვათ გამოწვევების გამო ქმნის სირთულეებს ენების უცხოენების სწავლის პროცესში. ეს ასე ვთქვათ ბიოლოგიური არ ვიცი რამდენად სწორია ამ სიტყვის არჩევა, მაგრამ ბიოლოგიური განსხვავების გამო ქმნის სირთულეებს ასე ვთქვათ ამათი კონკრეტული ენის სწავლის პროცესს. აქედან გამომდინარე სიტყვა მინდა და ყველა ხალხი, ყველა ჩვენ განსხვავებები ვართ, ხო? ამიტომ მაგალითად ის გარემო, სადაც ჩვენ ვართ, რა ქვია, მშობლიურ ენა, რა თქმა უნდა, განსხვავებებია ჩვენთვის, мотиваციის დონეც განსხვავებებია, სწავლის მიდგომა და სტილის განსხვავებები ვართ, ბიოლოგიური განსხვავებაც რა თქმა უნდა არის. ამიტომ ამის თქვა მინდა, რომ არ არსებობს ყველა ხალხისთვის საუკეთესო სწავლის მეთოდია მიდგომა. ინდივიდუალური განსხვავება ყოველ შემთხვევაში. ამიტომ ამის თქვა მინდა, რომ რადგან ჩვენ განსხვავებები ვართ, უნდა ვიპოვოთ ესეთი ჩვენთვის საკუთარი თავისუფლების საუკეთესო სწავლის მეთოდი, ამ მიდგომა და ჩვენი საკუთარი ტემპით, სიჩქარით გავაგრძელოთ, მუხიარად გავაგრძელოთ ამათი კონკრეტული უცხოენის სწავლა. შეჯიბრით ჩემი აზრით არ არის უცხოენების სწავლა. მთავარია ჩვენი საკუთარი საუკეთესო ხერხით, მიდგომით, მეთოდით გავაგრძელოთ ყოველდღე ხერხით და გავაგრძელოთ თან მუხიარად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. ზოგიერთ შემთხვევაში რაღაც YouTube-ზე არის რაღაც the best learning method რაღაცა. იაპონიაში არის რაღაც ძალიან ბევრი წიგნი, რომელიც სათაურია მაგალითად აი საუკეთესო ყველაზე აი თანამედროვე ცოდნის დაყრდნობით მოგონებული რაღაც საუკეთესო the best მეთოდი და რაღაცები. ჩემი აზრით სამწუხაროდ არ არის, რადგან ჩვენ განსხვავებები ვართ და ჩვენი სწავლის მეთოდი და სტილის განსხვავებები ვართ, რაც მთავარია ჩვენ უნდა ვიპოვოთ საკუთარი თავისუფლების საუკეთესო ვერსია. ამის თქვა მინდოდა. ინდივიდუალური განსხვავება. მე განსხვავებები ვარ, თქვენც განსხვავებები ხართ და ამიტომ კარგია. განსხვავებას რომ ქმნის, უფრო ამოყარებს ჩვენს ცხოვრებას და უცხოენების სწავლას. ამიტომ ის მეთოდი და ასე ვთქვათ შეხედულება განსხვავებები გვაქვს და ამიტომ საინტერესოა რა ცხოვრება. დღეს ამით დავამთავრე. უხმესი მადლობა ყურადღებისთვის და
აბაჰე. მათანე. この動画を次英語で撮ります。